გამარჯობათ. მოკლედ ეხლა მე მინდა დაჩვენოთ და განვიხილოთ თუ რა ოფციები გვაქვს კიდევ დამატებით ტრიკაჩი და რას წარმოადგენს K, F, L და ასე შემდეგ. ნუ თუ ჩვენ აი დავაწყებთ აი ამ 20 გამოდის აი ესეთი ფანჯარა, სადაც არის კარკას K, F, L, A, job. ანუ აგერ არის სიგრძე სიმაღლე სიგანე 5-ის და ნუ აი ეს წარწერებია პლინტუსი, ცოკოლი, გაგება ეს ის არის. ნუ მოკლედ როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. და როცა დავაწვევით მარჯვენა ღილაკს მაუსისას გამოდის აი ესეთი ფანჯარა და ნუ ეს იქნება გაცნობიტი ხასიათის რა თქმა უნდა ზოგადი, რომ თქვენ მიხვდეთ თუ აი როგორი თანმიმდევრობა არის ტრიკაჩი და როგორ უნდა მიხვდეთ, როცა რაღაცის გაკეთება გინდათ, სად შეხვიდეთ და რა გააკეთოთ. მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი, პირველ რიგში მინდა აღიხსნათ, რომ აი 5-ის სიგანე, ხო? აი ხა აქ წერია 650 არის სიგანე, 650 მმ. 5-საც აწერია წინიდან 650. ანუ ყველა 5-ს აქვს წარწერა თავისი სიგანის. და თქვენ გიმარტივებთ იმას, რომ ვიცოდეთ, რომ რა სიგანის არის ეს 5-ები. თუ რაიმეს გადაკეთება გინდათ ან დამატება, ზუსტად რამდენი დავუმატოთ ან რამდენი მოვაკლოთ, ისიც რა თქმა უნდა ჩქარა მისახვედრი ხდება. კი ბატონო, ეხლა მოდით ჩვენ ესეთი რამ გავაკეთოთ, დავაყენოთ ეს ჩვენი 5 ესეთ პოზიციაში. დავაყენოთ A-ზე, ეს არის ისე გვერდხედი, სადაც გვიჩვენებს აი 5-ის გვერდხედს, ხო? ეხლა, როდესაც წერია 5-ის სიმაღლე 720, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ 5-ის სიმაღლეა 720. ეხლა რო ჩავურთოთ ამას, აი გაზომვა აქვს ესეთი izmierenia, ჩავურთეთ და დავინახეთ, რომ იატაკიდან ტოპის ზედაპირამდე არის 850, ხო და არა 720. კარგით, ეხლა როგორ გავიგოთ 720 არის თუ არ არის 5, ვიღებთ სახაზავს. თავიდან ავიღოთ სახაზავი. აი ესე დავაწყებთ აქ. მოკლედ აქ ეს შეგვიძლია გამოვთოთ ეს, კიდევ ხელახლა ჩავთოთ, აი გაჩვენებთ თუ აი ესენი რაში გამოიყენება წერტილების. როდესაც აწვევით სახაზავს, გადმოგავთ აქ. და მერე იღებთ იმდენ წერტილს, რამდენი თქვენ გჭირდებათ. აი მოდი გავზომოთ აი 5-ის სიმაღლე, მოდი ესე გავაკეთოთ, აი აქედან აი აქამდე არის 720. კი ბატონო, ესე იგი 720 დავწმუნდით, რომ არის თვითონ 5-ის სიმაღლე და არა მთლიანი სიმაღლე. ხო? და იგივე არის სიგანეც. ნახეთ, როგორ არის 572. აბატონო, 572. 572-იც არის 5-ის სიგანე ფასადამდე. მერე ემატება ფასადის სიგანე. და ნუ ტოპიც კიდე ნახეთ, რომ ფასადზე ცოტა გრძელიც არის ტოპი პრინციპში. ამიტომ ეს ყველაფერი თქვენ უნდა იცოდეთ და უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე ამან შესრულებაში არ შეგიყვანოთ, თუ თქვენ არ გეგონოთ, რომ 5-ის სიმაღლე არის 720 და ამ დროს 720 გეგონოთ, რომ არის იატაკიდან ტოპამდე. არა. ეს არის 5-ის სიმაღლე, რომელსაც ემატება ცოკოლის სიმაღლე, ფეხების და ცოკოლის სიმაღლე და ემატება ტოპის სიმაღლე. და ჯამში გამოვიდა, ნახეთ 850. თუ ეხლა შეგიძლია თქვენ აქ ტოპი მაგალითად არის L-ში, L-ში გვაქვს გრძელი დეტალები, აი სტალეშნიცა, ხო? размер სტალეშნიცი. ან სტალეშნიცი, ან სტალეშნიცის სისქე, ხო? 40-იანს თუ ავიღეთ, ნახეთ 860 გახდა მაშინ, რა. ასე რომ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ კონტროლზე ესენი დავაბრუნოთ უკან და მე მგონი გასაგებია თქვენთვის ყველაფერი. ეხლა გავყვეთ კიდევ წავიწიოთ წინ. ნუ ეს აუქსენით რაც არის, ეხლა ვნახოთ პლინტუსი რას წარმოადგენს. საერთოდ ეხლა ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ კარკასში არის აი ესეთი რამ, ნესტანდარტი თუ სტანდარტი.
ეს აღსნიშნავს ახლა რა. ეხლა ამ წუთში ჩვენი პროგრამა დგას ნესტანდარტიზმზე. ანუ ნებისმიერი სიმაღლის და ზომის მიცემა შეგვიძლია ტყუտისთვის თქვენ თვითონ. მაგრამ როგორც კი სტანდარტულზე დააყენებთ, ნახეთ, ეს დადგა 900-ზე, ანუ 90 სანტიმეტრზე იატაკიდან თავისი ტოპთან ერთად და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ზომა აღარ შეიცვლება რა. თქვენ ვეღარ შეცვლით ამ ზომას და ეს არის სტანდარტული ზომა, რომელიც პრინციპში მიღებულია, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ნორმებით. რაც კარგი სიმაღლე არის სამზარეულოს ქვედა ყუთებისთვის, იმისთვის, რომ ადამიანი მივიდეს, იმუშაოს, რაღაც გააკეთოს. მაგრამ ეს ზომები რო არ დაიღოს და თქვენ იყოთ დარწმუნებული, რომ სტანდარტული ზომებით მიყვებით, აძლევთ ყველას ბრძანება სტანდარტულზე, მიდის სტანდარტულად. კი ბატონო, აქ მე მგონი გასაგებია ყველაფერი აქაც და კიდე რა გვაქვს ჩვენ აი აქ გვაქვს აი ესეთი რამ ტიპ კორპუსა ანუ კორპუსის ტიპი როგორი უნდა იყოს მოდით რა ვქნათ იცით ჯერ მოვხსნათ ფასადები ვიჩი შევიდეთ ვხსნით ფასადებს და ნახოთ ახლა ეს ტიპ კორპუსა რას აკეთებს აი ეს არის კორპუსის მოდიფიკაცია რა როგორ იყოს ესე იგი ქვედა თავჯერი განლაგებული გვერდებთან. აი თუ დავაწყებით ამ კუთხეს ნახავთ აქ შეიცვლება. თუმცა სწორი ესე არის. როდესაც თქვენ ფეხებზე დგას კუთხე, მაშინ გვერდები ზევიდან უნდა აჯებოდეს ძირს. კი ბატონო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს შეცვალოთ თუ რამეში გჭირდება თან. თუ რაღაც სხვა მოსაზრებები გაქვთ და ასე შემდეგ. კარგით გავყვეთ, კიდევ წავიწიოთ წინ. ეხლა ვნახოთ პლინტუსი რა არის. ზოგადად L-ში ჩვენ გვაქვს გრძელი დეტალები. ეს გრძელი დეტალები, ასე ვთქვათ, მოაზრებული გვაქვს, რომ ეს არის პლინტუსი, რომელიც ტალეშნიცის ზედაპირზე მაგდება, ცოკოლი, ზედა კარნიზი, ქვედა კარნიზი და თვითონ ტოპიც. ანუ თუ აი ეს ელემენტები თქვენ გინდათ და მათ შესახებ გინდა რაიმე ცვლილებები მოახდინოთ, დამატებები, ფერის შეცვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ზომის შეცვლები, უნდა შეხვიდეთ L-ში და აქ არის ცოტ ცოკოლია. თან ეს ფერების მიხედვითაც ხდება. ეს არის ტალეშნიცა, მერე არის პლინტუსი, რაზმერ ტალეშნიცი და ასე შემდეგ. მოკლედ აი ახლა რომ შევიდეთ, დავაწყებუნოთ, თუ შევედით აქ და შევდივართ L-ში. ну აქ ცოკოლის სიმაღლეც არის, აღარ გაჩვენებთ ერთ იმას გაჩვენებთ, რომ პლინტუსი პრიამაუგოლნი, აბატონო და ვიცით აი 80-იანს. ნახეთ, დადგა 80-იანი სიმაღლის პრიამაუგოლნი პლინტუსი. მოდი ჩვენ აქედან ეს მოვხსნათ ხელშუშლის ეს რომები, აბატონო. რა კი ეს პლინტუსი გვაქვს? აღარ დავიწყებ ახლა იქით გადასვლას სხვა ყუთებზე. ესე იგი პლინტუსის აი ნახეთ მარცხენას დავაწყაპუნებ აქ და მარცხენა არის, მარჯვენას დავაწყაპუნებ და მარჯვენა არის. ეხლა დავუკვირდეთ აი პეტლებს რა. თუ ამ ისარს დავაწყაპუნებთ აი აქ, ნახეთ, გადაინაცვლა მარჯვენა მხარეს. თუ აქეთ ანუ ეს არის მარცხენა მარჯვენა. თან გითვლით რომ ეს არის მარჯვენა, თუ როგორც კი დავაწყაპუნებ აქ, ეს არის მარცხენა. ანუ კარიბების გაღების მიმართულება თქვენ შეგიძლიათ აი ამითი ეს ერთი დაწყაპუნებით შეცვალოთ. ის ავტომატურად გადადის პეტლები და ყველაფერი იქით. ხო. იგივეა ცოკოლზე, როგორც პლინტუსზე, აი ნახეთ, მარცხენა ცოკოლი, მარჯვენა ცოკოლი. აბატონო. მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია. თუ ეხლა ჩვენ ამას დაუბრუნდებით ვიდით და დავფარავთ აქ, ეს არის გაღება, ნახეთ, აი მარცხენა, მარჯვენა. მოკლედ, რაც შეეხება კარნის, ეხლა ჩვენ თუ დავაწყაპუნებთ აი ამ ყუთს, შევდივართ L-ში, აქ გვაქვს კარნის ვერხნი. ну ავიღოთ აი ეს კარნიზი, ასეთ ტიპის კარნიზი. თუ გნებავთ აი ამ ყუთზეც L-ში შევიდეთ, კარნის ვერხნი და აქაც ავიღოთ ესეთ ტიპის კარნიზი. ეხლა აი აქ არის, აქაც იგივე არის. მოდი აქაც გავაკეთოთ L-ში, კარნის ვერხნი. და აი აქაც
აი ამ ყუთს თუ დავაწყაპუნებთ, მარჯვენა მხარეს როგორც კი დავაწვევით, წამოვიდა კარნიზი. ამასაც მარცხენა მხარეს ჩაერთო კარნიზი. აბატონო. ხედავთ რომ ყველაფერი ზუსტად დასჯა, ყოხდა და ლამაზად. გვაქვს აგრეთვე ქვედა კარნიზიც. აი კარნის ნიშნი. ორნაირი კონფიგურაციისა არის ესეთიც, ნახეთ. და კი აქ ბრძანება ქონდა მიცემული რომ მარცხენა უნდა ჩაირთოს, ისიც ბარემ დააყენა. იგივე სიზავს აქეთაც რა თქმა უნდა. აბატონო. მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია, მეც აღარ ახსნი, თუ რა როგორ მუშაობს არანაირად. ეხლა წავიწიოთ კიდევ წინ. მოკლედ კაში გვაქვს კორპუსთან დაკავშირებული, ყუთის კორპუსთან დაკავშირებული, აი ყველაფერი არის აქ, აგინდათ რომ არ იყოს უდალით სპინკო, ტალშინა მატერიალი, ანუ ეს არის მასალის სისქე. თუ არ გინდათ რომ სპინკა გქონდეს აი ამ ყუთს მაგალითად აწვევით აქ და ეუბნებით დააზე გაქრება სპინკა. თუ არა და არის სპინკა. პოზიცია სპინკი, ანუ ეს არის რამდენზე გადაადგილოთ ამას აქვს თავისი ინდივიდუალური პოზიციაც რომ ჩაურთავთ. აი აქ გამოაქვს მერე ისა რა ქვია, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამდენზე ჩაწეროთ, ამდენზე გადაინაცვლოს. ხო, ან ჩაწერთ 16 მმ-ზე დაუშვათ, ხო? რაც სტანდარტული არის 16-20, 8-16-20 ეს არის სტანდარტული, მინდა გითხრათ. და პლუს 0, რომელიც ზევიდან არის დაკრული სპინკა. საერთოდ ჩემი რჩევა არის რომ ყოველთვის იყოს ჩაფრიზილი ადგილში ჩასული სპინკა, იმიტომ რომ ყუთს ამაგრებს 90 გრადუსში, თუ კი რა თქმა უნდა ყველაფერი ზუსტად და კარგად არის მოჭრილი. კარგით, ზვიგ საძი, ნუ ეს გასაგები არის, აი ესეთი რაღაცა არის პოზიცია. ნახეთ, ესეც გინდათ განახოთ. ნუ თუ რაიმე მოდი აქ ამას მოხსნი, ეხლა. ასე ვქნათ. აი ნახეთ რა მივიღეთ, აი ესეთი რაღაც მივიღეთ. ზვიგ საძი, ხო? ანუ თუ რაიმე კომუნიკაცია გადის, თქვენ შეგიძლიათ ყუთი შეწიოთ, სტალეშნიცა დარჩება და ნახეთ როგორი რაღაცაა ეს გვერდი, დავრჩა ესე, ხო? კარგით, აბა, ეხლა ნახოთ ვიყავით აქ, ხო, ზვიგ საძი. უგლუბლოც ბოკლევი, ნახეთ როგორი რაღაცა თუ დააწვევით ამას, ეტყვით და გაასწორა ეს. იქით მხარე შეწეულია, ანუ თუ ამითი მთავრდება და ჩანს ეს გვერდი უკვე, ხო, და თქვენი კომუნიკაცია იმალება, თქვენ შეგიძლიათ ან მარცხენა გვერდი, ან მეორე მხარეს მარჯვენა გვერდი გაუსწოროთ კედელს, რომ არ იყოს ის ზაზური არ ჩამდეს, ასე ვთქვათ, ღეროჩუ არ ჩამდეს. აი ნახეთ როგორი კონფიგურაცია მივიღეთ აი აქ. ხო, ნუ მოკლედ ყველა საშუალება არის აქ, რომ გააკეთოთ გვერდის უდლიანი ბაკავინი, ლევუი ბაკავინი მაგალითად, აჰა. კი ბატონო, დაგრძელებათ, უგნებავთ გვერდით და ბაკავინის. ბაკავინა სტრუქტურა ეს როცა ეუბნებით ლევუი ბაკავინი, ნახეთ აიღებს ფასადის ფერს. კი ბატონო, თუ და მასალასაც გიანგაიშებთ ფასადის ფერს. თუ MDF-ი გაქვთ ფასადი, აქაც დოკუმენტაციაში MDF-ს გამოგიტანთ ფასადისას. ნუ მოკლედ აქ თქვენ წაიკითხავთ ბევრი არაფერი არ არის წასაკითხი, მიხვდებით რომ ის აქ არის ზუსტად ის რაღაცები, რაც თქვენ ჭირდებათ, რომ ყუთში შეიტანოთ ცვლილებები. მოკლედ F-ში მინდა გითხრათ თუ არის ფასადთან დაკავშირებული ყველაფერი, ანუ წიფ ფასადა. გაღება როგორი არის, დაუშვათ ესეთი, მატერიალ ფასადა, MDF-ი გინდათ თუ რა გინდათ ირჩევთ, რალის ფერები, ტალშინა ფასადა, ანუ ეს არის ფასადის სისქე, ფასადის მოდელი, ვარიანტებია ფასადის, დაუშვათ შეგვიძლია დაირჩიოთ აი ესეთი ფასადი ნახეთ და დააყენა ესეთ ფასადზე, კი ბატონო.
ტექსტურა თუ ტექსტურიანია, მოატრიალო თუ არ მოატრიალო ტექსტურა აგერ გიჩვენებთ და სახელურები. და ვიტალ კიბაძელეს სხვა ვარიანტები არის, რომელსაც აირჩევთ იმას, თუ სახელურის გარეშეა და უნდა მიაწვეთ და მაშინ ირჩევთ მაგას. კი ბატონო, მე მგონი აქაც გასაგებია ერთთან დაკავშირებით, ელი გითხარით თუ ეს არის გრძელი დეტალები, სადაც არის სტალეშნიცასთან დაკავშირებით, ნახავთ ყველაფერს და ასე შემდეგ. ეს არის, მოკლედ, თუ ეხლა ჩვენ დავაწვევით აი ამ ყუთს და დავაწვევით 100, ხო, აი მოიყა. ანუ სხვა ვარიანტია ნიჟარების. აქ აგრეთვე არის ნიჟარები კვადრატული, მრგვალი და ოვალური. მოდი ნახოთ ეს ასნიშნავს, აი, ას ნიშნავს ეს და ესეც ამის ნიშნავს და მე რო შედიხართ აქ. ხო, აი ამას რო დააწვევით. გამოიტანს აი ესეთ ნახას. სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ შეიტანოთ ცვლილებები. ეს არის მინდა გითხრათ სტალეშნიცის აი ეს ზომა. ხო? და აქედან თქვენ შეგიძლიათ ამოჭრათ რაც გნებავთ ისე დაუშვათ 550 თუ არის ეს. მოდი ჩავწეროთ 700. ხო? ვეუბნები ოკეის. და პერე აცედით საბატონო ესე ამოჭრა და გაქვთ ესეთი თუ რაიმე ისეთი ტოპს აკეთებთ რომელსაც უბრალოდ საერთოდ ნიჟარას იგებს რომელიც არის არასტანდარტული და არ შეესაბამება იმ ნიჟარის სტანდარტებს რომელიც ჩვენ გვაქვს იქ შეტანილი. კი ბატონო, აქაც მოდი ნახოთ ეს რა არის. ეს არის ისევ შევდივართ 100. ეს არის ვარიანტი დუხოვკის და აქ არის ნაჩვენები თუ როგორ უნდა ჩასვათ დუხოვკა სწორად ყუთში. კი გამოიტანეთ აქ ეს დუხოვკა, მაგრამ ყველა დუხოვკას აქვს სხვადასხვა ზომები და აქ არის ეს ზომები გამოდანილი. თქვენ თუ ფასადის ზომა იცით, წერთ დუხოვკის ფასადის ზომას, თუ დუხოვკის კორპუსის ზომა იცით, წერთ მაგ ზომას, თუ დუხოვკის სიმაღლე იცით, აქ წერთ მაგ ზომებს, აი ყველა ზომა უნდა შეივსოს. და მერე პროგრამა გაძლევთ თუ რა ზომაზე უნდა დადგეს ყუთის შიდა სივრცე. და შუა იმ სივრცეზე აყენებთ მერე ყუთს თქვენ. იცით რომ კედლები გაქვთ 18 მმ-იანი, თაროები გაქვთ 18 მმ-იანი და ითვალისწინებთ მაგას. ანუ უბრალოდ ძალიან მარტივი მათემატიკა არის რა. და შეეუბნებით მერე სუბმიტს და ასე ვთქვათ, ყველაფერი დგება თავის ადგილას. მე მგონი აქაც ყველაფერი გასაგები არის. კარგით, მოდი ავიღოთ ეხლა რა არის ჯობი. ჯობი არის ეს მინიფიქს საერთო ჯამში ჯობი არის ეს დახვრეტის პროგრამა არის, მაგრამ ზუსტად მაგაშია საქმე, რომ როდესაც თქვენ ირჩევთ დახვრეტის პროგრამას, იმას შეგვიძლია სტანდარტულად გამოდის მინიფიქსებით თავიდანვე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ევროვინტით. დაუშვათ, აი, ნახეთ, ეს ყუთი ავირჩიეთ ეხლა ევროვინტით და გამოიტანა ევროვინტით. აი, ესეც შეგვიძლია ავირჩიოთ ევროვინტით და ნახეთ, გამოჩნდა ევროვინტები. ეს შეგვიძლია ავირჩიოთ, დაუშვათ, შკანტებით, მხოლოდ შკანტებით. შკანტები აღარ ჩანს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გვაქვს ასეთი რამ იცით, ვიდში შევდივართ და გვაქვს რას ბიტს, აი ნახეთ. აჰა, კი ბატონო, და ნახოთ ეხლა. სად რა გვაქვს და როგორ გვაქვს. აი აქ ყველგან ზევით არაფერი არ შეგვიძლია და გვაქვს მინიფიქსები, აქ გვაქვს ევროვინტებით აწყობილი ყველაფერი. და აქ გვაქვს შკანტებით, ანუ წებოზე აწყობილი. ანუ სხვა ვარიანტებია და თქვენ გაქვთ მაგის საშუალება გამოიყენოთ ის, რაც თქვენ ჭირდებათ. მოკლედ, ეხლა დაუბრუნდეთ ასეთ საწყის პოზიციას, ეხლა დავაწვეთ აი მარჯვენა ღილაკს მაუსისას და რას ნიშნავს აი ესენი. თუ ნებისმიერ ყუთს ჩვენ დავაწვევით, აი აქ დავაწვევთ და დუბლირებაც უთხარი, ხო, აი გამიკეთდა დუბლირება აი ამ ყუთის დავაწვევით და ისევ ეს ყუთი მაქვს. ხო, ეხლა დავაწვევით ისევ და სერინოე პავტარენია არის
და აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ და სხვა ყუთების რაოდენობები აღნიშნოთ და დაუშვათ თუ გინდა 5 ცალი ან 10 ცალი, მაშინ იმასაც გააკეთებს. ლეოს თუ გაქრობა გინდათ, აღარ გინდათ 5-ის უდალიც ერთი წამით ბოდიშით მივადგავთ ერთმანეთს. ამასაც აი ესე. ესე, ამასაც აი ესე. ხო? და სადაც გრუპირებულ კი ბატონო, აი. და всё. აი სადაც არ უნდა წავალო ხელი, რომელ ადგილასაც ამ ისარს და ესე არის ერთიანად გადაადგილდება რა. ანუ ცალ-ცალკე ყუთებად არ არის. შეგიძლიათ შეხვიდეთ ისევ და საკრატის გრუპირება უთხრათ და ნუ დაიშლება ეს და მე უკვე სათითაო ყუთები შეგიძლიათ გადაიტანოთ. ნუ საზდაც მაკრო, ეს არც ნიშნავს. საზდაც მაკრო ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ აი მაგალითად შექმნათ რაღაც თქვენი ყუთი, თქვენი გაბარიტების მქონე ყუთი მიანიჭოთ მას 527 თუ ხო ბබ ხო და მიუთითოთ მოიკატალოგ ხო და უთხრათ სახრანიც. მოდი ვნახოთ რომელიღაცა ყუთი გვაქვს ჩვენ სახრანიც, ხო? და ვნახოთ სად შეინახა ახლა ეს ყველაფერი. და შეინახა აი აქ. მოიკატალოგში. აი, ძალიანად შეინახა აი ეს მთელი პროექტი მოიკატალოგში. აბატონო. რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ნებისმიერ დროს გამოიტანოთ აი ესეთი აწყობილი და თავიდან რო არ იფიქროთ როგორ რანაირად პატარა ცვლილებები შეიტანოთ შეგით ან რაღაცა რა. მოკლედ აქაც გასაგები არის ეს რას ნიშნავს საზდაც მაკრო ეს ამ დაგჭირდეთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის და თქვენ შეგიძლიათ გამოიგანოთ. კარგით, მოკლედ მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგებია. მოკლედ მე ამით დავამთავრე და გემშვიდობებით ნახვამდის. კარგად გაგზავნებოთ.